დღეს უნდა შევეხოთ კვლავ ერთ-ერთ ეპიზოდს სახარებისეული თხრობისა, რომელიც მოგვითხრობს თუ როგორ განკურნა მაცხოვარმა ეშმაკეული ყრმა, რომელიც მასთან მიიყვანა მამამ და ასეთი სიტყვებით მიმართავს. თუ შეგიძლია დაგვეხმარე ჩვენ. კი სხვაგვარად წავიკითხეთ, მათეს სახარებაში სხვაგვარად არის, მაგრამ სინოპტიკურ სახარებებში, სადაც არის აღწერილი გამეორებით ეს ეპიზოდი, ასეთი სიტყვებით არის გადმოცემული სწორედაც, რომ თუ კი შეგიძლია შენ დაგვეხმარე ჩვენ. ესე იგი, ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ეს კაცი, ეს მამამისი ამ ყრმისა მორწმუნე კაცი არ არის. უпроსორად შეიძლება აქვს რაღაცა რწმენა, მაგრამ მცირედ მორწმუნე კაცია. ისი არ მიმართავს, როგორც სხვა შემთხვევაში სხვა ადამიანები მიდიან მასთან. როგორ მიდიან? განკურნეთ ჩვენ, ან შეგვიწყალენ ჩვენ და ასე შემდეგ. ეს კაცი ასე არ მიმართავს. მიმართავს თუ კი შეგიძლია რამე გვიშველე. და მაცხოვარი განდევნის ნამდვილად ამ ყრმისაგან ეშმაკს, მაგრამ სანამ განდევნის ეკითხება ასეთ რამეს. რამდენი ხანია რაც შეპყრობილია იგი? მამა პასუხობს, რომ ახალ მთვარეობაზე ზოგჯერ წყალში ვარდება ეს ყრმა, ზოგჯერ ცეცხლში და ასე ტანჯავს მას. სიყრმიდანვე, ესე იგი ბავშვობიდანვე თურმე ეს ადამიანი იტანჯებოდა ასეთი სახით. ხაზგასმა არის ახალ მთვარეობაზე. ეს არის, თუ არ ვცდები, ერთადერთი ნათქვამი მთვარესთან დაკავშირებით, ახალ მთვარესთან დაკავშირებით მთელს ახალ აღთქმაში. ხაზგასმა არის გაკეთებული ამ ახალ მთვარეობაზე. თურმე, ესე იგი, მთვარეული ყოფილა ეს ბავშვი, როგორც იციან ხოლმე ადამიანებმა. და რის თქმა უნდათ ამით რა წარმოდგენა იყო იმ პერიოდში. დღესაც შეიძლება წარმართ ადამიანებში, წარმართულ აზროვნებაში, შეიძლება ქრისტიანი იყოს ადამიანი, მაგრამ ამბობდეს, რომ მთვარეულია ესე თუ ის ადამიანი და მთვარეს აბრალებდეს თურმე. სინამდვილეში ოქროპირი იოანე, როცა განმარტავს ამ ეპიზოდს, ესეთ რამეს ამბობს, რომ ეშმაკებმა, რითიც შეპყრობილი იყო ეს ყრმა, გადაიტანეს ყურადღება ღვთისქმნილებაზე. ისე კი არა, რომ თითქოს ეშმაკების ბრალი ყოფილიყოს მისი შეპყრობილობა ამ ყრმისა, არამედ თითქოს მასზე მოქმედებს ღვთისქმნილება მთვარე და ღვთისქმნილებაზე კი არ არის მხოლოდ მთვარეზე საუბარი, არამედ მთვარის გავლით ღმერთს გმობდნენ ადამიანები. რატო ესე? იმიტომ რომ თუ კი მთვარე ასე მოქმედებს სუდად ადამიანზე, როდესაც ახალია, მაშინ მისი შემოქმედი ყველა მიცის, რომ ღმერთია. რატომ შექმნა ღმერთმა ეს მთვარი ასეთი? თუ კი ასეთ სუდად მოქმედებს ადამიანებზე. დამნაშავე მთვარე კი არ ყოფილა, არამედ მთვარის გავლით ღმერთი. და სად არის ღმერთის სიყვარული? ღმერთის მოწყალება სად არის? თუ კი ის ქმნის ბოროტ ქმნილებებს, მთვარეებს, მზეს და კიდე სხვას, და ესენი ცუდად მოქმედებენ ადამიანებზე, მაშინ მთვარე კი არა, არამედ დამნაშავე თავად ღმერთი ყოფილა. ესე იგი, ეშმაკებმა ოქროპირის თქმით შეატრიალეს გეზი ადამიანთა ყურადღებისა, არა მათკენ, ანუ ეშმაკებისკენ, არამედ შეატრიალეს მთვარისაკენ და მთვარის გავლით ღვთისაკენ, რათა ეშმაკებს ადამიანების შთაგონებით, უпроსორად ადამიანებს ეშმაკების შთაგონებით დაემხოთ და შეეგინებინათ ღმერთი, შემოქმედი მთვარისა. ამიტომაც არის ხაზგასმული, რომ იმ პერიოდში თურმე ითვლებოდა, რომ მთვარით შეპყრობილი მთვარეული თურმე მთვარის
გამოიტანჯებოდა. სინამდვილეში ეს იყო ეშმაკთა მოქმედება. დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც მთვარეს აბრალებენ ამა თუ იმ მოვლენას. ეს თურმე არის წარმართული წარმოდგენები და არა ქრისტიანული. ეს ერთი და მეორე. ბოლოს, როდესაც განდევნის მაცხოვარი ეშმაკებს ამ ადამიანებისაგან და მოციქულები ეკითხებიან, ჩვენ რატო არ შევძელით განდევნა მისგან ამ ეშმაკისა? მაცხოვარი პასუხობს, ურწმუნოებისა თქვენისათვის, რადგანაც ნათესავი ესე არა განიდევნება გარნა ლოცვითა და მარხვითა. ნათესავი ესე ნიშნავს ეშმაკთა ნათესავი. თურმე ეშმაკი არ განიდევნება გარნა, ესე გარდა ლოცვისა და მარხვისა. ეს ორი სათნოებაა ჩამოთვლილი. სხვა სათნოებები არა, ლოცვა და მარხვა. მარხვა და ლოცვა. რატო? რა ლოცვა იგულისხმება? ჯერ შევეხოთ მარხვის სათნოებას. ხვალიდან იწყება მოგეხსენებათ მარიამობის მარხვა. განიდევნებაო მარხვით. რატო? მარხვით რატო განიდევნება ეშმაკი? ჩვენ ადრე გქონდა საუბარი ამასთან დაკავშირებით და გავიმეორებ მაინც რომ წმინდა მამათა შრომებში ყველგან აბსოლუტურად ვნებები, ადამიანთა ვნებები გაიგივებულია ეშმაკისეულობასთან. რამდენადაც ადამიანი არის შეპყრობილი რომელიღაც ვნებით, ნიშნავს, რომ ის ეშმაკი აწვალებს მას. ანუ ვნება მაშასადამე ეშმაკი, ერთი ეშმაკი. რამდენი ვნებაც მოქმედებს ადამიანში, უკუღმართი ვნება არის ნორმალური ვნებები, უყვედრელი, ჭამა, სმა, ძილი, ქორწინება, ეს ყველაფერი ნორმალურია და ეს ღმერთმა დაუშვა. მაგრამ არის ლოთობა, არის მოწევა, არის გაუკუღმართებული ცხოვრება და თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ. ეს ყველაფერი ვნებებია და ჩვენ ვიცით ეს. ეს კი რამდენადაც შეპყრობილია ადამიანი ამ ვნებებით, რამდენადაც დამოკიდებულია ამ ვნებებზე, იმდენად მას აწვალებს თავად ვნება მაშასადამე ეშმაკი. აი ყოველი წმინდანი, დიდი ასკეტები ყოველთვის ამბობენ, რომ ყურადღება მიაქცია თქვენ ვნებებს. დაცარიელება უნდა მოხდეს ვნებებისაგან. იმიტომ რომ ეშმაკი აღარ უშვებს ამ ადამიანს. ეჩვევა ვნება იპყრობს ამ ადამიანს. და ძალიან რთულია. ძალიან ადვილია შესვლა. ძალიან ადვილია კაზინოსში შესვლა. მაგრამ გამოსვლა ძალიან რთულია იქიდან. ძალიან ადვილია მოწევის დაწყება. გამართობელია თითქოს. იქიდან გამოსვლა ძალიან რთული. როდესაც ადამიანს, რომელიც 30 წელი ეწევა, რო კითხოთ, ის წარმოუდგენლად გეტყვით, რომ როგორ შეიძლება ცხოვრების ამის გარეშე მე ცხოვრება წარმოვიდგინო. შეპყრობილია უკვე, მიჩვეულია ამ ყველაფერს, ისე უჭირავს ეშმაკს ეს ადამიანი. ესე იგი, ვნება არის ეშმაკისეულობა. და თუ კი მრავალია ასეთი, მაშინ შეპყრობილი ხდება, ჭკუიდან გადაყავს მერე. რატო ვამბობთ ხოლმე ჩვენ, რომ აი ეს ადამიანი არანორმალურია. ეწევა, იფურთხება, იგინება, ნევროზი, აქედან მოდის ყველაფერი. შეპყრობილია უკვე, ერთი მეორეს გამოიწვევს ხოლმე. როცა მოსაწევი კაცს აღარ აქვს, მერე ნერვოზში გადადის ეს. უკვე ნერვიულობს. ნევროზის შედეგად აგინებს სოლშვილს. ამის შედეგად გარბის სოლის სახლიდან ბავშვები ობლად რჩებიან და სხვა. აი ხედავთ, ერთი ვნება, თითქოს არაფერი, გამოიწვია ამხელა უბედურება. ესე იგი, შეპყრობილია ადამიანი. მაგრამ მაცხოვარი რას გვეუბნება, რომ მარხვით განიდევნება. მარხვა რა მდგომარეობა ადამიანისა. მარხვა არის სულისა და ხორცის განწმენდილობა. როდესაც ადამიანი მშიერია კი არა, როდესაც ზომიერად მიირთმევს საჭმელს, მაშინ თურმე შესაძლებელია აუმხედრდეს ვნებებს. და ჩვენ ვიცი ჩვენი ცხოვრებიდან, როდესაც კარგად ნაჭამ ნასვამია კაცი,
იმაზე ვერ იტყვი, რომ ახლა ნებებს უნდა შეეწინააღმდეგოს. პირიქით ხდება. ნაჭამ ნასვამს უნდება სხვადასხვა რაღაცეები კიდე. მაგრამ ნახევრად მშიერ კაცს იმის ფიქრი აღარ აქვს. იმიტომ რომ ამის ძალები არ აქვს. მშიერია და მაგიტო. ესე იგი, თურმე ვნებები რო დათრგუნო, საშუალება წამალი ამისი არის ზომიერება, ზომიერი მიღება საკვებისა და ზომიერება ყველაფერში. პირველ რიგში რა თქმა უნდა საკვების, იმიტომ რომ ყველაზე მზაკვარი თურმე ასკეტთა მიერ დასახელებული დედოფალი გამეფებული ჩვენში არის მუცელი. მუცელს შეათოკებ, შეგიძლია რომ სხვაც დაიმორჩილო თურმე. ესე იგი, წამალი ვნებისა არის პირველი მარხვა. ეხლა ლოცვა. თქვენ იტყვით, რომ კარგი, ჩვენ ხო ლოცულობთ და ღმერთი რო არა მშველის. მე მინდა რომ ჩემ შულს უშველოს, ჭკუაზე მოიყვანოს. მაგრამ რო არ ისმენს ღმერთი, ჩვენ როგორ გვინდა, ჩვენ როგორ ლოცულობთ. როცა გვინდა ღმერთი, მაშინ გვახსენდება უფალი. შეიძლება შეისმინოს ღმერთმა, მაგრამ ეს ლოცვა არ არის ლოცვა. ეს უბრალოდ არის შენი წარმოდგენა, სხვა გამოსავალი როცა არა გაქვს, აი როგორც დღეს კაცი რომ მივიდა მაცხოვართან და თუ შეგიძლია გვიშველეო, აი დაახლოებით ესეთი ლოცვაა შენიც. სხვა გამოსავალი არ არის, ექიმები ამბობენ რომ განწირულია კაცი, მოდი ღმერთს მიმართო, რა გამოსავალია. ეს შეიძლება ლოცვა ჩაითვალოს პირობითად, მაგრამ ეს ხო ვიცით რომ ლოცვა არ არის. აბა რომელი ლოცვაა ლოცვა? ლოცვა მოგეხსენებათ არის ღმერთთან ურთიერთობა. და ჩემი სიტყვები რომ არ მოგახვიოთ და არ გეგონოთ რომ მე მოვიგონე ეს ყველაფერი. მოვიყვან ორ ეპიზოდს სახარებიდან, რომელიც მაცხოვრის სიტყვებიდან გამომდინარე ხვდები ჩვენ თუ რა მდგომარეობაში უნდა იმყოფებოდეს ადამიანი, თუ კი მლოცველია იგი. სხვა ეპიზოდებიც არის, მაგრამ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელიც ხშირად ჩვენ რაღაცა ყურადღების მიღმა ვრჩება, ყურადღებას არ ვაქცევთ, თითქოს რაღაცა წერია და ეწეროს. მაგრამ სინამდვილეში იგავ მსგავსი თხრობა მიმართულია ლოცვისადმი. რა ლოცვა იგულისხმება და რა თხრობა აქვს მაცხოვარს მოყვანილი. მაცხოვარი ამბობს, თუ კი ადამიანთან ღამე მოვიდა მეგობარი და ადამიანს არ აქვს პურიც კი რომ გაუმასპინძლდეს ამ კაცს. წავა თავის მეორე მეგობართან, მეზობელთან და ეტყვის რომ მას ესხე პური, რადგანაც ჩემი მეგობარი შორიდან ჩამოვიდა და არაფერი მაქვს რომ მივცე მას, ვაჭამო. იმან სახლში მყოფმა, იმ მესამემ, რომ უთხრას მისულ კაცს, რომ ჩემთან ერთად ჩემი შვილები წვანან, შუა ღამეა, ვერ ავდგები მე, ვერ შევაწუხებ ჩემ შვილებს. ხვალ მოდი, ხვალ მოგცემ. და მაცხოვარი ამბობს, მეგობრობის გამო რომ არ მისცეს პური, როცა შეწუხდება და ის არ დაანებებს თავს ამას, შეწუხებული ადგება და მაინც მისცემს პურს, გამოსავალი აღარ ექნება სხვა. რა რთულად გასაგებია, თითქოს მარტივია, მაგრამ ამავე დროს რთული. და მეორე ეპიზოდი ასეთი, ასევე ლოცვისადმი. ერთ ქალაქში ცხოვრობდა ურწმუნო და უსჯულო მსაჯული, რომელსაც ღვთის არ ეშინოდა და კაცთაგან არ არცხვენოდა. მივიდა მასთან ერთი ქვრივი და ეუბნება, გამამართლე მე ჩემი მტერისაგან. ეს ყურადღებას არ აქცევს, რა უნდა აიღოს, ფული ამას არ აქვს, ქვრივია. ასე მრავალი ხანი ეს ქვრივი მიდიოდა ხოლმე ამ საჯულთან.
ყურადღებას არ აქცევდა ეს კაცი, მაგრამ ბოლოს შეწუხდა ამ ქალის მისვლით და თავის თავს ეუბნება ეს მსაჯული რომ კი ბატონო მე ღვთის არ მეშინია და კაცის არ მცვენია, მაგრამ შევწუხდი მე ამით უკვე. დავაკმაყოფილებ ამ ქალს რაც უნდა და აღარ მოვა და აღარ შემაწუხებს მე. მაცხოვარმა სურათი გადაატრიალა და რას გვეუბნება ამით? თუ კი ურჯულო ადამიანები, როგორც ის მეგობარი, როგორც ეს მსაჯული, მაინც სიკეთეს აკეთებს, როდესაც მოაბეზრებენ თავს, ნუ თუ მრავალ მოწყალე ღმერთი არ გაიღებს მოწყალებას იმისადმი, რომლისგანაც შეწუხებულია იგი. შეწუხებული პირობითად, ბჭყალებში რო ჩავსვათ. ესე იგი, რას ნიშნავს ეს? თურმე ლოცვა ის კი არ არის მე წელიწადში ერთხელ რო გამახსენდება და თვეში ერთხელ, ან კვირაში ერთხელ და პირჯვარს გადავიწერ. თურმე ლოცვა უნდა იყოს მოუკლებელი, შემაწუხებელი, როგორც სახარებაშია ნათქვამი. ღმერთი რა თქმა უნდა არ შეწუხდება. ლოცვა შენთვის არის მნიშვნელოვანი. და თურმე ასეთი ლოცვით, მოუკლებელი, შემაწუხებელი ლოცვით. ეს შემაწუხებელი ლოცვა ჩვენ არ გვესმის, ჩვენ გონია რომ როდესაც მოუკლებელად ილოცვიდეთ, როცა პავლე მოციქული ამბობს თავის ეპისტოლეში ან დღევანდელ სახარებაში რაც ჩვენ თქვით. ჩვენ გონია რომ ეს მოუკლებელი ლოცვა არის ფსალმუნების კითხვა დღე და ღამე. ან პარაკლისების კითხვა, ან დაუჯდო, ეს არ არის ლოცვა. ლოცვა არის უფლის სახელის ხსენება მარაჯამს. აი პრაქტიკა ათონისა არის ესეთი. აი ბერები როცა დადიან, ან დაუშვათ ალაგებენ ოთახს, სატრაპეზოს ალაგებენ, ზოგი ყანაშია, ზოგი ზეთისხილებში მუშაობს. ისინი არ ლაპარაკობენ ერთმანეთში. ისინი ამბობენ უფალო შეგვიწყ, ან ერთი ხმამაღლა ამბობს, რომ ყველამ გაიგოს ბერებმა, ან თითო ჩუმად ამბობს ამას. თუ საქმე აქვთ, მაშინ ელაპარაკებიან. თუ საქმე არ აქვთ, მაშინ არ ელაპარაკებიან ერთმანეთს. აი ეს არის მოუკლებელი ლოცვა. უფალო შეგვიწყალენ მხოლოდ, მეტი არაფერი. ეს არის მარადის ხსოვნა ღვთისა. და აი ამ ხსოვნით ღვთისა თურმე ადამიანისაგან განიდევნება ეშმაკისეულობა. აი ეს არის ლოცვა. ეს გვასწავლა მაცხოვარმა. მამაო ჩვენო დაგვიტოვა, კი, ჩვენ ვამბობთ ამას, მაგრამ მოუკლებელი ლოცვის შესახებ აი ესეთი იგავ ნათქვამი დაგვიტოვა ჩვენ. რომ თუ კი შეწუხდა ის უსჯულო კაცი და მაინც დააკმაყოფილა ეს ადამიანი, ქრივი. ნუ თუ ღმერთი არ დააკმაყოფილებს მთელი გულიდან მთხოვნელ ადამიანს. ოღონდ ეს თხოვნა არ უნდა იყოს მე როგორც მინდა ღმერთო, ესი არა. ჯერ ღმერთი უნდა გინდოდეს და შემდგომ უკვე თუ საჭირო იქნება მისი საჩუქრები. ჩვენ პირიქით ცხოვრობთ. ჯერ საშუქარი მინდა. მეგობარი კი არ მჭირდება, დღეს როგორ არის, ყველა გამორჩენაზეა. ადამიანი კი არ ჭირდება. იმას რა აქვს, რამდენი აქვს, სადამუშაობს, წამიყვანს, არ წამიყვანს, ჩამირიცხავს, არ და აი ეს ურთიერთობაა მხოლოდ. ადამიანებს ადამიანები აღარ ჭირდებათ. ღმერთი თუ გჭირდება მომეცი, მე მინდა. ხო გთხოვე, 5 თეთრი ხომ მივეცი, ეხლა 100 ლარი მომეცი შენ. და ასე შემდეგ. ესე იგი რაღაცას რო ვაკეთებ, სანაცვლო ყოველთვის მჭირდება. გამოყენებითია და ამიტომაც არის მე სუფალი ჩვენსას. მე მინდაზე ვცხოვრობთ და ასე. აბა ღვთისნებას დაუკვირდი, იქნება ესე არ არის საჭირო. იქნება მილიონი რომ მოგცეს, შენ თავს ჩამოიკიდებ ხვალ. შენ ხო არ იცი, ან ხვალ მოკლავენ, აი 100 მილიონი რო კონდეს. იქნება ხვალ მოკლან ამის გამო. შენ ხო არ იცი და იმიტომაც არ გეძლება. შენ ხო არ იცი რა არის კეთილი შენთვის. აი ეს არის მოუკლებელი ლოცვა. ღმერთმა მოგცეს ამის განცდა, ამის უნარი და მოგეხსენებათ ხვალიდან იწყება მარიამობის მარხვა
ეს მარხვა ორკვირიანი 28-მდე არის თევზის გარეშე. ვიმოღვაწეოთ, ჩვენ ადრეც გვითქვამს, ვისაც არ შეგიძლიათ მარხვის დაცვა იმ ტიპიკონის თანახმად, რაც ეკლესიაში არის დამკვიდრებული, როგორც შეგიძლიათ ენით, ლოცვით, ამ მოუკლებელი ლოცვით. შეიძლება ადამიანმა მიიღოს ის საკვები, რომელიც ჭირდება მას. მარხვა მხოლოდ ჭამასმა არ არის. სიმაძღრი არ უნდა იყოს მარხვაში, რაც ვილაპარაკეთ ჩვენ. მე მაგალითად არ გამომდის ხშირად. მე ამას რო ვლაპარაკობ სიმაძღრეზე, მე პირველ რიგში ჩემ თავს გულისხმობ აქ. მე არ გამომდის ხშირად. მე ვნანობ ამას. თავარია ჭკუაზე მოსულები ვიყოთ ჩვენ. თორე არ ვამბობ ჩვენ რომ ახლა ჩვენ დავეყუდებით, დიდი ასკეტები ვიქნებით და მართლა ნახევრამშვიდები ვივლით. შეიძლება არ გამოგვივიდეს, მაგრამ უნდა ვეცადოთ, უნდა ვიცოდეთ რა არის მარხვა. ვნებები რომ დავთრგუნოთ ჩვენი. მოგცეთ უფალმა უნარი, გამძლეობა და თავისი მადლი არ მოგიშალოთ.